გაფენილი. ეხლა რატომ დავიწყე ლუდიაზე საუბარი? ვიდრე წირვა დაიწყებოდა, ტაძარი მოვილოცე და ტაძრის ბოლოში ხედავთ, რომ არის ვება სვეტი აღმართული, თითქმის სხვენამდე, ჭერამდეს. და იქ მოხატულია ბეირუთის სასწაული წმინდა გიორგის. ბეშაპირო მოკლა და ქალწული იხსნა, აშკარა სიკვდილისაგან. და ამ სვეტზე მსხვილი ბორკილია დახვეული, საკმაოდ გრძელი. და იქ კითხა ერთმა ჩვენთაგანმა 200-ზე მეტი ქართველი იყო წამოსული, მათ შორის მთავრობის პირებიც იყვნენ იქ. რა არის ეს? რას ნიშნავს, რომ ეს ან სვეტი რატო აღმართული, ან ეს ბორკილი რა არის? ესაო წმინდა გადმოცემით ის ბორკილია, რომელშიც შეებორკილეს და ჩააგდეს საკირეშიო. და უდიდესი რელიქვია და სიწმინდე. ჩვენთანაც ხოა შეუძლება, რომ ქედზე იდგავენ ხოლმე ლომისაში და სხვაგან, როცა ევედრებიან ბორკილს ან ჯაჭვს. ეს ერთი გარდამოცემის გამოხმაურებაა, ასე ვთქვათ. ხოდა მაშინვე ქართველები რა კიწირვა უნდა დაწყებულიყო, პატრიარქი მოსულიყო, ამის საშუალება აღარ ექნებოდა, საასწრაფოდ დადგა დიდი რიგი. 200-ზე მეტი ვიყავით ჩვენ, როგორც გითხარით. ხოდა ჩემ რიგმაც მოაწია, აი ჩვენი იკონომოსიც იქ იყო და ერთი კიდე მორწმუნე ეთერი ღმერთმა აცხონა, რაც უკვე გარდაცვლილი. აი შენ ხარ მენახის ჯვარზე რომ ვერცხლისფერი ჯვარია, სანაწილეთი, სადაც ჩავასვენე მაჩუქეს რა, წმინდა მოწამეთა გალაქტიონისა და ეპისტიმიას წმინდა ნაწილები. აი ეს ჯვარი მაცხოვრის საფლავთან მაჩუქა ეთერიმ. როგორც სულიერ მამას და აი მის სახსოვრად მაქვს და შევწირე შენ ხარ ვენახის ხატს. ჩემთვის ძალიან ძვირფასი ჯვარის არის ძვირფასია და მეტადრე ასე წმინდა ადგილას მოპოვებული. მამაც იქ არის მოკლე და ჩემ რიგმა რომ მოაწია დავიჩოქე რა თქმა უნდა, ჩხარო, შემოვიხვიე ბორკილი და ვევედრები. აი რას ვევედრები? ჩვენი ბრევლისთვის, ჩემი ოჯახისთვის და ბოლოს შევთხოვე ჩვენი სამშობლოსთვის. უფრო გულითადად რო გითხრათ სიმართლე, წმინდა დიდმოწამე გიორგი, როგორც ყოველთვის შეეწეოდი დიდგორსა და სხვაგან, კვალად შეეწიეს შენს მრავალ ჭირნახულ საქართველოს. ხომ ხედავ რა დღეშია მეთქი საქართველოს. ეს სიტყვები დავასრულე თუ არა, გონებაში ვამბობდით, რომ ბევრი ხალხი იყო ხმამაღლა, ვერ ვიტყოდი და არც ვიტყოდი. მოულოდნელად გვინავი ხმა მოისმა, ზევიდან, ზეციდან. აი როგორ გითხრათ, რომ აგიწერეთ, როგორი ძალა ქონდა ამ ხმას. ჩანჩქერი რო ჩამოდეს და აქ რაღაც საზარელი კოლოსალური ხმა და ძალა. აი ესეთი ხმა გაისმა ჩანჩქერივით ზეციდან. და მისი ტონალობაც კი მახსოვს და იყო ძალიან ვაშკაცურად, სიმამაცით ნათქვამი. შევეწიე და ძველ ქართულად ყვალაცა შევეწევი. ამის მერე ვიდექი ერთხანს მერე გამოვერკვე წამოდექი და ეს როცა ეს ხმა რომ იყო მოულოდნელად ამის შემდეგ მიწიზვრა იყო. სამჯერ წავიდა ეს სვეტი და ტაძარი და სამჯერ დაბრუნდა. შემეშინდა არ მოგონდა ეს ბავშვობის უმეცრების ყველაფერმა იფეთქე ერთბაშად. და როცა ამოდექი მერე ნანას უთხარი და ეთერისა. ირზენით მეთქი როგორი ძლიერი მიწიზვრა იყო. ტაძარი სამწე კვირდათ აი აქ არა და დაეკითხეთ. რა მიწიზვრა მამო, არანაირი მიწიზვრა არ ყოფილაო. ანუ ეს იყო გამოცხადება. ჩვენ და სასუებად გავიხსენე ეს სასწაული, რომ წმინდა გიორგი კვალადაც შეეწევა ჩვენს მრავალჭირნახულ საქართველოს, ჩვენს წმინდა ეკლესიას. მიუხედავად იმისა, რომ საზარელი დრო მოდის, ხედავთ მგლებს როგორ აგინებენ